თავი 24. 5 დღის შემდეგ მოვიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც გამგებელთან უჩივლეს პავლეს. როდესაც გამოიძახეს იგი, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას უმადლით სრულებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს. მაგრამ ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის ჩვეული მოთმინება. რა კი ეს კაცი ბრძანით მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეელთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა მწვალებლობის წინამძღოლად, რომელმაც ტაძრის შებრალვაც კი სცადა. ჩვენ შევიფყარეთ იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვეკითხა. მაგრამ 1000-ის თავი ლისია მოვიდა, დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან და უბრძანა მის ბრალდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო რას ვდებთ ბრალად. იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასიაო. პავლემ როცა გამგებელმა ანიშნა ილაპარაკეო, მიუგო. ვიცი რომ მრავალი წელი ამ ხალხის მსაჯული ხარ და ამიტომ გულდაჯერებულად დავიცავ ჩემს საქმეს. შენ შეგიძლია შეიტყო რომ 12 დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანის საცემად. არც ტაძარში ვუნახი ვარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედაოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში. შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ. ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი. მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვეთრით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან. ამიტომ ვცდილობ ყოველთვის უმწიკულო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე. მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ერისათვის, მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად. ამგვარად მნახეს ტაძარში განწმენდილი ხალხისა და შფოთის გარეშე. აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. ანდა თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინოდირონის წინაშე ვიდექი. გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე მათ შორის მდგარმა. მკვეთრით აღდგომისათვის განვიკითხები მეთქი თქვენს წინაშე დღეს. რა კი კარგად იცნობდა ამ გზას, ფელიქსმა ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა 1000-ის თავი ლისია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმეს. 100-ის თავს უბრძანა დაეცვა იგი, მაგრამ ისე რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურეობა. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ. და რადგან ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და უპასუხა: ახლა წადი და როცა მოვიცლი დაგიძახებ. ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესაგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას. 2 წელი რომ გავიდა, ფელიքს შემცვლელი მოუვიდა. პორკიოს ფესტოსი, ფელიքს იუდეელების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.